საღამომშვიდობის მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ შემდეგ არგუმენტს ახალ თემას პატენტედი გვიდა. როგორც ვიცით, პატენტის გარეშე, ანუ მართვის მოწმობის გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია ვმართოთ ტრანსპორტი. თვითონ ტრანსპორტს, თვითონ მოტორიან ტრანსპორტს ავტოვეიკულოს აქვს თავისი კატეგორიის მართვის მოწმობა. ახლა განვიხილოთ თითოეული. პატენტში მოცემულია, რა თქმა უნდა, კატეგორიები, რომელი კატეგორიის მართვის მოწმობასაც ავიღებთ, დაფიქსირებულია ჩვენს პატენტში, ასევე დაფიქსირებული არის თუ კი ჩვენი თვალის ექიმი გამოგვიწერს საჭიროება მხედველობის სათვალე. აუცილებლად იქნება ჩვენს პატენტში მინიშნებული 01 კოდიჩეთი. რაც იმას ნიშნავს, რომ სავალდებულოა ობლიგო liquidare conlenti, ანუ სავალდებულოა მართვის დროს უნდა გვეკეთოს სათვალე. მის გარეშე თუ ჩვენ ვიმოძრავებთ, ეს არის ჯარიმა და ასევე ჩამოგვაკლდება პუნქტები. დავიწყოთ ახლა თითოეული პატენტის განხილვა, თითოეულ კატეგორიაზე, რამდენი წლისა შეუძლია აიღონ და რა კატეგორიებია ესენი და რა შეუძლიათ რომ მართონ. პირველი, პატენტე AM. რა არის პატენტე AM და რა შეუძლია რომ მართოს? პატენტე AM ასევე პატენტინოს ეძახიან. მას შეუძლია მართოს ციკლომოტორი due o tre ruote, რომლის ჩილინდრად არის fine 50 cm კუბში და მისი ველოჩიტა არის მაქსიმუმ ველოჩიტა არის 45 კმ/სთ. ხოლო პოტენცა fino 4 კილოვატი. ციკლომოტორი შეიძლება იყოს როგორც ელექტრო, ასევე როგორც ავტომატიკა, ასევე მექანიკა და მისი მოტორი არის ელექტრიკო. ასევე შეგვიძლია მართოთ ციკლომოტორთან ერთად კვადროციკლი ლეჯერი, ეს არის ციკლომოტორი, კვადროციკლი ლეჯერი, რომელიც ზუსტად ანალოგიური სიმილიეტა არის, ანუ მსგავსი მონაცემები აქვს ამ კვადროციკლ ლეჯერსაც. მისი მაქსიმალური ფინო პოტენცა არის წონა არის 425 კილოგრამი, ჩილინდრად არის მაქსიმალური 50 სანტიმეტრი კუბში, ხოლო სიჩქარე არის მაქსიმუმ 45 კმ/სთ. ხოლო პოტენცა არის 4-დან 6 კილოვატამდე. იღებენ 14 წლის ასაკში და შეუძლიათ მართონ 14 წლის ასაკში შეუძლიათ მართონ მხოლოდ იტალიაში, მაგრამ თუ კი ჩვენ ალკუნი ევროპისა, სხვადასხვა ზოგიერთი ევროპის ქვეყანაში შეიძლება მართონ 16 წლის ასაკისებმა. არ შეიძლება ტრანსპორტირება გაუკეთოს ციკლომოტორის მძღოლმა მსურველს თუ ის არ არის 16 წლის. ჩვენ რომ ავიღოთ AM კატეგორია, აუცილებელია უნდა ჩავაბაროთ ეზამე თეორია და ასევე თეორიის გამოცდა და ასევე უნდა ჩავაბაროთ პრაქტიკული გამოცდა. პატენტი A1. პატენტი A1 ცოტათი გაუმჯობესებული არის AM-ზე. შეგვიძლია ვმართოთ ტრიციკლი ამოტორები, პოტენცა non superiore 15 კილოვატი. მაქინი აგრიკოლი, ეს არის ტრიციკლი. მაქინი აგრიკოლი, che non superano limiti massimo di fino a 11 kW e rapporto არის peso rapportosi არის non superiore 0,5
1 კილოვატი კილოგრამი. მისი მინიმალური ასაკი არის 16 წელი. 16 წლისამ შეიძლება უკვე აიღოს აუნო და შეუძლია ტრანსპორტირება გაუკეთოს მგზავრს, თუ კი კონდუჩენტი არის 16 წლის და კარტადი ჩირკულაციაში წერია, რომ არის მინიშნებული, რომ შეუძლია რომ გზავრი გადაიყვანოს. პირველის მფლობელს თუ კი სურვილი ექნება, რომ A2 და A კატეგორიები აიღო, იმ შემთხვევაში შეუძლიათ მხოლოდ პრაქტიკის გამოცდა ჩაბარდეს. პირველს შეუძლია მართოს AM კატეგორია, ვინაიდან ის არის ცოტა სუპერიორი. A2-ს რა შეუძლია რომ მართოს? მოტოციკლი, რომლის პოტენცია არის non superiore a 35 kW, რაპორტო პოტენციის არის 0,2 kW, შეგვიძლია მართოთ ტრიციკლი ფინო a 15 kW, მაქინე აგრიკოლი, რომელიც მის ლიმიტებში ჯდება, საგომას ლიმიტში ჯდება. მისი მფლობელი უნდა იყოს 18 წლის, A2 შეუძლია აიღოს 18 წლისა. A2-ს მფლობელს არანაკლებ 2 წელი, მინიმუმ 2 წელი თუ აქვს, მას შეუძლია უკვე აიღოს A კატეგორია, თუნდაც ის არ იყოს ჯერ 24 წლის. პატენტი A არის ყველაზე მაღალი კატეგორია მოტოციკლეტებში. შეუძლია მართოს ყველა სახის მოტოციკლეტი, კარუცელი თუ ისე. ტრიციკლი, რომლის პოტენცია არის გადაჭარბებული 15 კილოვატზე, მაგრამ ძღოლი უნდა იყოს 21 წლის. მინიმალური ასაკი არის მისი 24 წლის და 20 წელი თუ მისი მფლობელი, თუ მას აქვს არანაკლებ 2 წელი A2 კატეგორია. პირველი პატენტი B1. რა შეუძლია რომ მართოს ახლა B1-ს? კვადროციკლი non-leggeri, რომლის მაქსიმალური წონა არის marcia fino a 450 kg, destinati trasporti per le persone, ხოლო 600 kg destinati per il trasporto di merci. მაქსიმალური პოტენცია არის fino 15 kW. ასაკი არის მინიმუმ 16 წელი. შეუძლია რომ ტრანსპორტირება გაუკეთოს მგზავრს, თუ კი ეს მინიშნებული იქნება ლიბრეტოში, ანუ კარტადი ჩირკულაციაში. კატეგორია B, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ. რა შეგვიძლია რომ მართოთ? Autoveicolli massa complessivo A pieno carico fino 3,5 tonnellate. ანუ 3 ტონა ნახევარი შეგვიძლია მართოთ და მაქსიმუმ 9 გზავრის გადაყვანის უფლება გვაქვს. 8 მგზავრი და მე-9 თვითონ ძღოლი. შეგვიძლია ვმართოთ ავტოვეტურე, ფურგონი, კამპერი, თუ კი ეს იქნება 3 ტონა ნახევრის ფარგლებში. Con rimorchio di massa complessivo a pieno carico fino a 750 kg. Con rimorchio massa complessivo oltre 750 kg, მაქსიმალური წონა უნდა იყოს, მთლიანობაში უნდა იყოს 3500 kg. ანუ ავტოვეტურა და რემორკიო მთლიანობაში უნდა იყოს 3500 kg, ანუ 3 ტონა ნახევარი. Tutti le macchine agricole, anche le eccezionali, macchine operatrici non eccezionali fino a 3,5 tonnellate, tutti quadricicli და veicoli che possono guidare am B categorie შეუძლია
მართონ ასევე AM ჩიკლომოტორები. ხოლო იტალიაში შეგვიძლია მართოთ მოტოციკლი დიდშილინდრადა მასიმა 125 სანტიმეტრი კუბში, რომლის პოტენცია არ აღემატება 11 კილოვატს. და ვეიკოლი კატეგორია A1 ეს არის, ხოლო ვეიკოლი კატეგორია A, ხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი პატენტის მფლობელმა B კატეგორია აიღო 1988 წლის 25 აპრილს. ტრიციკლიან მოტორი შეგვიძლია მართოთ, რომლის პოტენცია არის 15 კილოვატი, მაგრამ ამისათვის საჭირო არის, რომ იყოს 21 წლის მძღოლი უნდა იყოს 21 წლის. B კატეგორიის აღება შეუძლიათ მინიმალური ასაკი არის 18 წელი. შეზღუდვა გვაქვს პირველი წელი მოტორის სიმძლავრეზე, ავტოვეტურა კომპოტენცია სპეციფიკა riferita alla tara superiore a 55 kW და პოტენცია არ უნდა აღემატებოდეს 70 კილოვატს. ეხლა კი მოიმატა, მაგრამ ეს ძველი იმით ისევ ბილეთებში გვხვდება ძველი კანონით. ავტოვეტურე ავტოკარი, რომლის მაქსიმალური წონა არის 3500 კილოგრამი, კამპერი ასევე მაქსიმალური წონა, რომელიც არის 3500 კილოგრამი, კვადროციკლი, რემორკიო თლიანობაში, ტოტალში, როდესაც არის 3500 კილოგრამი და ასევე მოტოციკლი მაქსიმალური წონა 125 კილოვატი, ხოლო იტალიაში. მაქინე აგრიკოლი, მაქინე ოპერატრიჩი და ჩიკლომოტორი. და ტრიციკლი მხოლოდ იტალიაში. როგორც ვთქვით უკვე, B კატეგორია შეუძლია მართოს ავტოვეტურა, რომლის მაქსიმალური ადგილი არის 9 მძღოლიანად და მინიშნებული ეს არის მინიშნებული კარტა დი ჩირკულაციონეში და მისი წონა არ უნდა აღემატებოდეს 3500 კილოგრამს. შემდეგი არის პატენტე B96. B96 ცოტათი მაღალი არის B კატეგორიაზე და აქ შეგვიძლია მართოთ autovvettura traino un rimorchio non leggeri oltre 750 კილოგრამი და მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს autovvettura და rimorchio არ უნდა აღემატებოდეს 4250 კილოგრამს. მისი აღება ჩვენ შეგვიძლია პრაქტიკის გამოცდით, თუ კი გვექნება ჩვენ B კატეგორია, მხოლოდ ერთი პროვა შესაბამის ტრანსპორტზე. BE კატეგორია. BE კატეგორია არის ყველაზე მაღალი კატეგორია B კატეგორიებში, რომლის წონა არის მაქსიმალური წონა არის 7000 კილოგრამი და რა შედის ახლა ამ 7000 კილოგრამში. ეს არის ავტოვეიკოლი, რომლის მაქსიმალური წონა არის 3500 კილოგრამი, არა მინიბუსი. და რემორკი არის ფინო ტრევერკოლა 5 ტონელადე. ჩვენ შეგვიძლია მართოთ გადაჭარბებული 4250 კილოგრამზე გადაჭარბებული რემორკიო, შეგვიძლია წონა მანქანის, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 7000 კილოგრამს. ჩვენ არ შეგვიძლია BE კატეგორია ავიღოთ, თუ კი ჩვენ არ გვექნება, თუ კი ჩვენ აი პერიოდში B კატეგორიაზე, როცა სანამ არ ჩავაბარებთ გამოცდას და არ ავიღოთ B კატეგორია, ჩვენ არ გვაქვს უფლება BE კატეგორია ავიღოთ. ვალიდიტა, პატენტის ვალიდიტა ახლა როგორ არის? პატენტს იძლევა motorizzazione civile Ministero del Trasporto. 10 წელი fino 50 anni
დიეტა 5 წელი 50 წლიდან 70 წლამდე 3 წელი 70-დან 80 წლამდე 2 წელი 80 წლის შემდეგ და შემდეგ უკვე დამოკიდებული არის ჩვენს ექიმზე და თითოეული წლების კადენცა, ასე ვთქვათ, ვალიდიტის კადენცა არის ჩვენს დაბადების დღეზე սկადე giorno di compleanno რომ იყვიან. შეიძლება რინოვო გაკეთდეს, რინოვო კეთდება მედიკოს ვიზიტით, თუ კი ჩვენ მოგცემს სერტიფიკატოს ჩვენი მედიკო, რომ ჩვენ ისევ ჩვეულებრივ შეგვიძლია ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად გვაქვს იმის მონაცემები, რომ მართოთ მანქანა, რა თქმა უნდა, მოგცემენ სერტიფიკატოს და შემდეგ უკვე მოტორიზაციონში გავაკეთებთ მოთხოვნას რინოვარეზე. პატენტს, როდესაც ვიღებთ, არის შემოდის 20 პუნქტი, ანუ ჩვენ ვიწყებთ 20 პუნქტით და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს 20 პუნქტი შევინარჩუნოთ. შეიძლება პუნქტები ისე უცბად ჩამოგვეჭრეს, თუ კი ჩვენ არ დავიცავთ იმ რეგულებს, რაც ჩვენ კოდიჩე დელა სტრადაში გვაქვს. თუ კი ჩვენ აძერამენტო გაგვიხდება პუნქტების, ჩვენ დაგვჭირდება რევიზიონე და ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ შანსს გვაძლევენ იმისთვის, რომ ჩვენ პატენტი შევინარჩუნოთ და ეს არის ის, რომ გამოცდა უნდა ჩავაბაროთ, როგორც თეორია, ასევე პრაქტიკა. თუ ჩვენ ჩავიჭერით ამ გამოცდაში, რაღაც გარკვეული წლები ჩამოგვერთმევა, რევოკა ხდება, გაუქმება ხდება ჩვენი ლიცენზიის, პატენტის ლიცენზიის და აღარ გვაქვს უფლება, რომ მეორე პროვა გავაკეთოთ. პირველი 3 წელი თუ კი ჩვენ რამეს დავაშავებთ, ჩვენი პუნქტების ჩამოკლება იქნება დოპიო, ანუ ორმაგი პუნქტი ჩამოგვეკლდება პირველი 3 წლის განმავლობაში და ასევე შესაძლებელია 15 პუნქტი ერთდროულად ჩამოგვეჭრეს. თუ ჩვენ არაფერს არ დავკარგავთ, თუ 1 წლის განმავლობაში ჩვენ არ დავკარგავთ არანაირ პუნქტებს, რინოვარე როცა ხდება პუნქტების, ჩვეულებრივ ის 20 პუნქტი ისევ შემოგვივა. არის კურსები ავტოსკოლაში, რეკუპეროს კურსები, როდესაც ჩვენ დავატყობთ, რომ პატენტზე შეგვიცოტავდა პუნქტები, ჩვენ შეგვიძლია, სანამ აძერამენტო გახდება, მანამდე შეგვიძლია გავიაროთ ავტოსკოლაში რეკუპეროს კურსები, ჩავვაროთ გამოცდა და მოგცემენ შემოგვივა 6 პუნქტი და ასე ავიდეთ 20 პუნქტამდე. მე ეს თემა გაგიყავით 2 ნაწილად, ვინაიდან არის ძალიან რთული. რევიზიონე დელა პატენტე, რევოკა, რიტირო, სუსპენსიონე. ამას შემდგომ გაკვეთილზე აკეთსით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული თემა და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ისე, რომ არ აგვერიოს კატეგორიები ერთმანეთში. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.